თავი მეოთხე. როდესაც უფალმა შეიტყო, რომ ფარისევლებს გაეგოთ, იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო, თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფენი. დატოვა მან იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა. მას სამარიაზე უნდა გაევლო. ამრიგად მივიდა სამარიელთა იმ ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება. იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ძეს იოსებს. იქ იყო იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე 6 საათი იქნებოდა. მივიდა დედაკაცი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. იესომ უთხრა მას: წყალი დამალევინე. რადგან მისი მოწაფენი ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად. უთხრა მას სამარიელმა დედაკაცმა: როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს დამალევინეო? რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან. მიუგო იესომ და უთხრა მას: შენ რომ იცოდე ღვთის ნიჭი და ის, ვინც გეუბნება წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს. უთხრა დედაკაცმა: ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი? ნუ თუ შენ მეტი ხარ ჩვენ მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა გვიბოძა და თვითონაც აქედან სვამდა. ისი ძენიც და მისი საქონელიც. მიუგო იესომ და უთხრა მას: ყველას ამ წყლის მსმელს კვლავ მოსწყურდება, ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნოს სიცოცხლე დიდინებს. უთხრა დედაკაცმა: ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარ წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ. უთხრა მას: წადი, მოუხმე შენს ქმარს და მოდი აქ. მიუგო დედაკაცმა და უთხრა: მე არ მყავს ქმარი. იესომ უთხრა: მართალი თქვი, მე ქმარი არ ამყავსო, რადგან 5 ქმარი ყავდა და ის, ვინც ახლა ყავს, არც ისაა შენი ქმარი. ეს მართალი თქვი. უთხრა დედაკაცმა: ბატონო, ვხედავ რომ წინასწარმეტყველი ხარ. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს. თქვენ კი ამბობთ იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს. უთხრა იესომ: დედაკაცო, მერწმუნე დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას. თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა. მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანის მცემლნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი არის სული და მისი თაყვანის მცემლნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით. უთხრა დედაკაცმა: ვიცი რომ მოდის მესია, რომელსაც ქვია ქრისტე, ის რომ მოვა ყველაფერს გაგვიცხადებს. უთხრა მას იესომ: მე ვარ, რომელიც გელაპარაკება შენ. ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს, რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას. მაშინ დედაკაცმა დატოვა თავისი ჭურჭელი, წავიდა ქალაქში და უთხრა ხალხს: წადით, ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია. იგი ხომ არ არის ქრისტე? გამოვიდნენ ქალაქიდან და წავიდნენ მასთან. ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: რაბი, ჭამე. ხოლო მან უთხრა მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით. ამიტომ მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს. ნუ თუ მას საჭმელი მოუტანა ვინმე. უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელია ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე. განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ 4 თვე და დადგება მკა. აჰა, მე გეუბნებით თქვენ. აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის. ისე რომ თესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ. ამგვარად ჭეშმარიტია ანდაზა, ერთი თესავს და სხვა იმკისო. მე თქვენ მიგავლინებთ იმის მოსამკელად, რაზედაც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს,
თქვენ კი მათ შრომაში შემოხვედით. ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო. ამიტომ, როდესაც მოვიდნენ მასთან სამარიელები, სთხოვეს მათთან დარჩენილიყო და იგი 2 დღეს დარჩა იქ. კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო. უთხრეს იმ დედაკაცს: უკვე გვწამს, არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოусმინე და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის წუთის სოფლის მხსნელი. 2 დღე რომ გავიდა, წამოვიდა იქიდან, გალილეაში. რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარ მეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი. როცა გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაგი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს. ასე რომ იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოთ აქცია. და იყო იქ ერთი აზნაური, რომელსაც შვილი ჰყავდა ავად კაპერნაუმში. როგორც კი გაიგო იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო, მივიდა მასთან და შეევედრა. წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რადგან სიკვდილის პირას იყო. უთხრა მას იესომ: არ ირწმუნებთ თუ კი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ. უთხრა მეფის მოხელემ: უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა. უთხრა იესომ: წადი, ცოცხალია შენი შვილი. იმ კაცმა ირწმუნა იესოს ნათქვამის სიტყვა და წავიდა. შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებდნენ მას და უთხრეს, რომ მისი ვაჟი ცოცხალი იყო. მან ჰკითხა თუ რომელ საათზე გამომჯობინდა. უთხრეს: გუშინ მე-7 საათზე გაუარაო სიცხემ. ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის საათი იყო, როდესაც იესომ უთხრა: ცოცხალიაო შენი შვილი და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლობამ. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ, მას აქეთ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.